შეწყდა უკვე. ხო. გადავიღო. ...2006 წლის 5 ოქტომბერი. ჩეჩნეთის ახალი ლიდერი რამზან კადიროვი პომპეზურად აღნიშნავს თავის 30 წლის იუბილეს. ქალაქგარე რეზიდენციაში დიდი კარვებია გაშლილი. საღამოს წამყვანები მოსკოვიდან გამოგზავნილ დეპეშებს კითხულობენ. სტუმრებს კი ფილიპ კირკოროვი და რუსული ესტრადის სხვა ვარსკვლავები ართობენ. ამავე დროს მოსკოვში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში კილერი იმალება. იმას განსაკუთრებული დავალება აქვს. მაგრამ იმ დღეს ამ დავალებას ვერ შეასრულებს. სადარბაზოში შემოსული მტვირთავები შეუშლიან ხელს. 2 დღეში უკვე მოსკოვში კიდე ერთ დიდ დაბადების დღეს აღნიშნავენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 54 წლის გახდა. იგივე კილერი იგივე სადარბაზოში ელოდება თავის მსხვერპლს. 5 გასროლა და 1 სიკვდილი, რომელიც შეძრავს მსოფლიოს. მას ასე დღეს მოგიყვებით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს ჟურნალისტზე, ანნა პოლიტკოვსკაიაზე, მის ცხოვრებაზე და მის კვლევაზე. დღევანდელი ეპიზოდი იქნება ალბათ ყველაზე პირადი ჩემთვის ყველა ეპიზოდს შორის, რაც ჩვენ ჩაგვიწერია პირადი საქმის ფარგლებში. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ეპიზოდი ჟურნალისტზე, რომელიც განასახიერებდა ყველაფერს, რასაც ნიშნავს კარგი ჟურნალისტიკა. მე ანა სტეპანოვნას შევხვდი ერთხელ 2000-იანი წლების დასაწყისში, ვიყავი მოსკოვში და ისე მოხდა, რომ ჩვენ შევხვდით ერთ-ერთი კოლეგის რაღაცა წვეულებაზე. და იმდენად მაშინ ახალგაზრდა ჟურნალისტი ვიყავი, იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ ვნახე პოლიტკოვსკაია, რომ მივედი და უბრალოდ ვუთხარი, როგორ მომწონს, რასაც აკეთებს და გადავუხადე მადლობა. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გავაკეთებდი სიუჟეტს, ეპიზოდს მასზე. კიდევ ერთხელ ანა სტეპანოვნა, დიდი მადლობა. დავიწყოთ, როგორი იყო მისი ცხოვრება, მისი გზა ჟურნალისტიკაში და რითი დასრულდა მისი მოღვაწეობა. ანა პოლიტკოვსკაია, ანა მაზეპა, დაიბადა ნიუ-იორკში დიპლომატების ოჯახში. მამამისი სტეპან მაზეპა იყო უკრაინელი დიპლომატი, ისევ როგორც დედა, ისინი მუშაობდნენ მაშინ საბჭოთა უკრაინის წარმომადგენლობაში გაეროში. ბავშვობა გაატარა ნიუ-იორკში, შემდეგ ოჯახი დაბრუნდა მოსკოვში, სადაც ანა დადიოდა სკოლაში და შემდეგ ჩააბარა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ანა შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ალექსანდრე პოლიტკოვსკის, რომლის გვარსაც ბოლომდე ატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ეტაპზე ცხოვრების მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს. ანა მუშაობდა სხვადასხვა გამოცემაში, 90-იანი წლების დასაწყისში, სხვა
თემებთან ერთად იგი წერდა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და აქტუალურ თემაზე 90-იანი წლების რუსეთისთვის გირავნობის აუქციონებზე. ამ აუქციონებში მონაწილეობა იყო გამდიდრების ერთ-ერთი სქემა, ესე გამდიდრდნენ ადამიანები, რომლებაც მოიპოვეს ნავთობის, გაზის, სხვა რაღაცების მოპოვების ლიცენზიები და გამდიდრდნენ და შემდეგ გახდნენ რუსი ოლიგარქები. ბერეზოვსკი, გუსინსკი, ხოდორკოვსკი, ფრიდმანი, ავენი, ძალიან ბევრი მათგანი და ზუსტად მათზე წერდა და ამ აუქციონებზე და ამ სქემებზე წერდა ანა პოლიტკოვსკაია. სხვათა შორის მისი კოლეგები იხსენებდნენ, რომ ამის გამო მას კონფლიქტიც ჰქონდა ერთ-ერთ ესეთ ოლიგარქთან, ვლადიმერ გუსინსკისთან, მედია მაგნატთან, NTV-ს მფლობელთან. შემდეგ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გუსინსკი იძულებული გახდა უკვე პუტინის რუსეთში, იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა ქვეყანა და დღესაც იგი ისრაელში ცხოვრობს. 1999 წლის მაისში ანა პოლიტკოვსკაიამ დაიწყო მუშაობა ნოვაია გაზეტაში. ნოვაია გაზეტა მაშინ უკვე იყო საკმაოდ პოპულარული, ცნობილი გამოცემა, იქ მუშაობდნენ ცნობილი და ძალიან ისეთი კარგი პროფესიონალი ჟურნალისტები, ყველას თავისი ესე მიმართულება ჰქონდა. საინტერესო ფაქტი მისი ბიოგრაფიიდან არის ის, რომ იმ წლებში პოლიტკოვსკაიამ ჟუსოლის პრინციპით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა. ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი, რომელიც იბადება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ ადამიანს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს და ამერიკის მოქალაქეობა გახდეს ამერიკის მოქალაქე. ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც დღეს ესე ეწინააღმდეგება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მოკლედ ანა პოლიტკოვსკაიას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, როგორც რუსეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების. ნოვაია გაზეტაში პოლიტკოვსკაია წერს ძირითადად ჩეჩნეთზე, სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მაგრამ ჩეჩნეთზე, ინგუშეთზე, დაღესტანზე. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც იწყება ესეთი დიდი პოლიტიკური კარიერა ვლადიმერ პუტინის. აგვისტოში ვლადიმერ პუტინი გახდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე თვეში კი გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი და დაიწყება მისი უსასრულო პრეზიდენტობა. ისიც საინტერესოა, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც დაიწყო მეორე ჩეჩნური კამპანია, მეორე ომი ჩეჩნეთში. და პოლიტკოვსკაია ძალიან ბევრს წერდა ამაზე. თუ გახსოვთ 99 წლის სექტემბერში მოხდა რამდენიმე შემზარავი ტერაქტი, როდესაც ტერორისტებმა ააფეთქეს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მოსკოვში, ბუინასკში და ვოლგოდონსკში. ოპოზიციური პრესა, ნოვაია გაზეტა და თვითონ პოლიტკოვსკაია ძალიან ბევრს წერდნენ აი ამ აფეთქებებზე. და წერდა პოლიტკოვსკაია წერდა იმაზე, როგორ შეუწყო ხელი აი ამ აფეთქებებმა და ჩეჩნეთში დაწყებულმა ახალმა ომმა პუტინის რეიტინგის ამაღლებას. თუ 1999 წლის აგვისტოში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც პუტინი გახდა პრემიერ-მინისტრი, მისი რეიტინგი იყო სულ რაღაცა 31%, ნოემბრის ბოლოსთვის რეიტინგი ავარდა 80%-მდე. აი რას ამბობდა პოლიტკოვსკაია იმაზე, თუ რას ნიშნავდა აი ეს მოვლენები პუტინის რეიტინგისთვის და პუტინის მომავალი политикури карьеристис. Наши спецслужбы, но руками чеченцев. Нужен был взрыв соответствующих настроений в обществе, нужно было начать войну, нужно было так ее обосновать, чтобы у общества не было вопросов никаких, и чтобы взбунтовать эмоции таким образом, чтобы они победили у людей. Намечались выборы, из Путина надо было сделать высокорейтинговое существо, которое может из ничего стать хозяином Кремля.
მე მინდა გავჩერდე რამდენიმე ეპიზოდზე პოლიტკოვსკაიას ცხოვრებიდან, ისეთ საკვანძო მომენტებზე მისი ბიოგრაფიიდან. როგორც გითხარით, მას ხშირად უხდებოდა მივლინებები ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში. 2001 წლის თებერვალში პოლიტკოვსკაია იმყოფებოდა ჩეჩნეთში და იგი გაიტაცეს რუსმა სამხედროებმა. და ისიც უნდა ითქვას, რომ რუს სამხედროებს პოლიტკოვსკაია არ მოწონდათ. არ მოწონდათ, იმიტომ რომ ძირითადად იგი წერდა იმ სისასტიკეზე, რომელსაც ავლენდნენ რუსი სამხედროები ჩრდილოეთ კავკასიაში. 3 დღის განმავლობაში პოლიტკოვსკაია იყო დაკავებული და მას ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აწვალებდნენ, იმიტომ რომ არ აძლევდნენ ძილის საშუალებას, ასევე რამდენჯერმე ღამის განმავლობაში იგი გაყავდათ ეზოში და ეუბნებოდნენ, რომ გაიყვანეს დახვრეტაზე. ეხლა უნდა დაგხრიტოთო. იქვე იდგა სარაკეტო გამშვები ესეთი დანადგარი, ის იწყებდა სროლას და სრული შეგრძნება ჰქონდა ადამიანს, რომ ეხლა უნდა დამხრიტონ. აი ეს გრძელდებოდა 3 დღის განმავლობაში. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამის შესახებ გაიგეს ადგილობრივმა ჩეჩნებმა და შეატყობინეს მოსკოვში, შეატყობინეს სერგეი ასტრჟემსკის. სერგეი ასტრჟემსკი იყო ყოფილი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის პრეს-სპიკერი. შემდეგ კი უკვე პუტინის ადმინისტრაციაში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა. და მხოლოდ იმის მერე, რაც სერგეი ასტრჟემსკი ჩაერია აი ამ საქმეში, ანა პოლიტკოვსკაია გაათავისუფლეს. ყველაზე დიდი ირონია თუ კი ესე შეიძლება ითქვას, მდგომარეობს იმაში, რომ 2 წელიწადში, აი ამ ისტორიის შემდეგ, აი ამ დაკავების შემდეგ, ნოვაია გაზეტას რედაქციაში ანა პოლიტკოვსკაიასთან მოვიდა რამდენიმე რუსი სამხედრო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ესენი არიან ის სამხედროები 55 ბრიგადიდან, რომლებსაც ყავდათ დაკავებული ანა სტეპანოვნა 2 წლით ადრე. ისინი მოვიდნენ პოლიტკოვსკაიასთან დიდი ჩივილით. უყვებოდნენ, რომ მათ არ აძლევდნენ ბინებს. და მიუხედავად იმისა, რომ იყო ესეთი დაპირება, რომ ისინი როდესაც დაბრუნდებოდნენ ჩეჩნეთიდან ბინებს მიიღებდნენ, ეს ბინები ვერ მიიღეს. იცით რა გააკეთა ანა პოლიტკოვსკაიამ? გარდა იმისა, რომ დიდი სტატია დაწერა ამაზე, ამ უსამართლობაზე, გარდა ამისა თვითონ დადიოდა და ცდილობდა, რომ დახმარებოდა ამ სამხედროებს ბინების მიღებაში. ამ სამხედროებმა ბინები მიიღეს და ამაში მათ ანა პოლიტკოვსკაია დაეხმარა. 2002 წლის თებერვალში ისევ მორიგი მივლინების დროს ჩეჩნეთში ანა პოლიტკოვსკაია გაქრა, გაუჩინარდა, რედაქციაში იყო დიდი ძალიან ნერვიულობდნენ მისი კოლეგები და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ გაეგოთ რაში იყო საქმე. შემდეგ რამდენიმე დღეში პოლიტკოვსკაია გამოჩნდა ნაზრანში, მეზობელ რესპუბლიკაში, ინგუშეთში და მოუყვა თავის კოლეგებს, რომ ის ემალებოდა FSB-ს, ანუ ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ხელს უშლიდნენ მის ერთ-ერთ გამოძიებაში. პოლიტკოვსკაია ბევრ გამოძიებებს აკეთებდა, ატარებდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ძირითადად, როგორც გითხარით, ის წერდა იმ უსამართლობაზე, რომელიც ხდებოდა ამ რესპუბლიკებში და პირველ რიგში ჩეჩნეთში, რუსი სამხედროების სისასტიკეზე, იმაზე, როგორ აწამებდნენ არა მარტო დაჭერილ ბოევიკებს, არამედ პირველ რიგში ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას და როგორ კლავდნენ მათ. 2002 წლის ოქტომბერში მოხდა ცნობილი ტერაქტი მოსკოვში, როდესაც ბოევიკებმა აიყვანეს 900 მძევალი თეატრალურ ცენტრში დუბროვკაზე, როდესაც იქ მიმდინარეობდა სპექტაკლი ნორდოსტი. იქ იყო ძალიან ბევრი ბავშვი, იყვნენ ოჯახები,
და პოლიტკოვსკაია მონაწილეობდა მოლაპარაკებაში აი ამ ბოევიკებთან, ამ ტერორისტებთან. საქმე ის არის, რომ აი ამ ტერორისტების ხელმძღვანელმა მოითხოვა გადასცა სია იმ ადამიანების და იქ იყვნენ ისეთი მოღვაწეები კულტურის სფეროდან, იყო ექიმი სერგეი როშალი, პედიატრი, რამდენიმე სხვა ადამიანი, რომლებიც გამოდგებოდნენ მედიატორებად და მომლაპარაკებებლად. აი ამ სიაში იყო ანა პოლიტკოვსკაია. ანა პოლიტკოვსკაია შევიდა აი ამ თეატრალურ ცენტრში დუბროვკაზე პედიატრ როშალთან ერთად და ელაპარაკებოდა ტერორისტების მთავარ, ესე იგი, ხელმძღვანელს. მან ვერ მოახერხა მძევლების ნაწილის გამოყვანა სამწუხაროდ, მაგრამ მოახერხა ის, რომ მძევლებს შეუტანეს წყალი. თვითონ პოლიტკოვსკაიამ შეუტანა შემდეგ წყალი და დაარწმუნა ტერორისტები იმაში, რომ გადაეცათ წყალი მძევლებისთვის. ამის მერ ჩვენ ვიცით ყველამ როგორ დასრულდა ეს ტერაქტი, ჩვენ ამაზე ყვებოდით ეპიზოდზე, რომელიც ეხება ვლადიმერ პუტინს, თუ არ გინახავთ, გირჩევთ რომ ნახოთ. ეს ყველაფერი სხვათა შორის პუტინის პირველი ვადის დროს ხდება. ეს ჯერ ვითომ სოფლიომ და ევროპამ არ იცის, ვინ არის ვლადიმერ პუტინი, მაგრამ ყველაფერი ეს მეორე ჩეჩნური კამპანია, ნორდოსტი, კურსკი, ბესლანი, ყველაფერი მოხდა პირველი ვადის დროს. ამ ტერაქტის შემდეგ ანა პოლიტკოვსკაიამ დაწერა სტატია, რომელსაც ქვია ნორდოსტი მე-11 რიგი. ეს არის სტატია ოჯახზე, უბრალოდ ქალზე, დედაზე, რომელმაც აი ამ ტერაქტის დროს დაკარგა ერთადერთი შვილი. იაროსლავ ფაძიევ, პატარა ბიჭი, რომელიც მივიდა სპექტაკლის სანახავად, ნორდოსტის სანახავად იმ დღეს დედასთან ერთად. ისინი მე-11 რიგში ისხდნენ. იაროსლავ ფაძიევი ტერაქტის დროს მოკლეს. დედა კი მოიწამლა გაზით, რომლის ფორმულა, როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, არ ვიცი, ძალოვნებმა არ გაუხსნეს ექიმებს, რათა მათ ანტიდოტი გაეკეთებინათ მოწამლულებისთვის. და როდესაც დედა გადარჩა, და როდესაც გაიღვიძა უკვე საავადმყოფოში, მან მაშინ გაიგო, რომ მან დაკარგა ერთადერთი შვილი. ქალი გამოვიდა საავადმყოფოდან, მივიდა მოსკოვის ერთ-ერთ ხიდზე და მდინარეში გადახტა. მაგრამ გადაარჩინეს. აი ამის მერე მას შეხვდა ანა პოლიტკოვსკაია და დაწერა ეს სტატია. დაწერა იმაზე, როგორ ცხოვრობს ქალი, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა. მერე როგორც აღმოჩნდა, ზუსტად ამ სტატიამ გადაარჩინა სინამდვილეში ეს ქალი. ამ სტატიამ და პოლიტკოვსკაიასთან ურთიერთობამ მისცა ამ ქალს ძალა, რომ ეცხოვრა. იმის მერე იაროსლავ ფაძიევის დედა ყოველ 30 აგვისტოს ანა სტეპანოვნას დაბადების დღეზე მოდიოდა ნოვოია გაზეტაში, მოდიოდა ყვავილებით და ულოცავდა. იგი 2006 წლის მერეც მოდიოდა ყოველ 30 აგვისტოს და ყვავილებს მის მაგიდაზე ტოვებდა. ეხლა ვეღარ მიდის, იმიტომ რომ ნოვოია გაზეტა მოსკოვში აღარ არსებობს. პოლიტკოვსკაია აგრძელებდა მუშაობას, მან ძალიან ბევრი კრიტიკული სტატია დაწერა ინგუშეთის მაშინდელ ხელმძღვანელზე, ზაზიკოვზე, ასევე წერდა დაიწყო წერა რამზან კადიროვზე. რამზან კადიროვი ჯერ მაშინ იმ წლებში არ იყო ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, მაგრამ უკვე 2004 წლის შემდეგ, ანუ 2004 წლის 9 მაისის შემდეგ, როდესაც ტერაქტის შედეგად მოკლეს მამამისი ახმად კადიროვი და დაიწყო კადიროვი უმცროსის დიდი პოლიტიკური სვლა და კარიერა, პოლიტკოვსკაია სულ უფრო და უფრო მეტ სტატიას წერდა ამ ადამიანზე. როდესაც ყვებით ანა პოლიტკოვსკაიას სტატიებზე, მის ჟურნალისტურ საქმიანობაზე,
რასაკვირველია, გვერდს ვერ აუვლით მის ერთ-ერთ მთავარ ინტერვიუ რეპორტაჟს, რომელსაც რუსულად ქვია ცენტრავოი ის ცენტეროა. ქართულად ცოტა რთული სათარგმნია თავარი კაცი ცენტეროიდან. ცენტეროე არის რამზან კადიროვის მშობლიური სოფელი. ანა პოლიტკოვსკაია შეხვდა რამზან კადიროვს 2004 წლის ივნისში. ახმად კადიროვის სიკვდილის დაღუპვის შემდეგ დაახლოებით 1 თვეში. მაშინ რამზან კადიროვი ჯერ არ იყო ჩეჩნეთის ხელმძღვანელი სხვა ადამიანი იყო, ის იკავებდა მთავრობის ვიცე-პრემიერის პოსტს ჩეჩნეთის მთავრობის. და ცხოვრობდა არა გროზნოში, არამედ ცენტეროიში, აი ამ მშობლიურ სოფელში. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი და მთავრობის სხვა წევრები, პრემიერ-მინისტრიც, ესე ვთქვათ, მთავრობის მეთაურიც და ხელმძღვანელიც, ისინი ჩადიოდნენ რამზან კადიროვთან ცენტეროიში და არა პირიქით, თუმცა ესე თანამდებობის მიხედვით ის უნდა ჩასულიყო გროზნოში. მოკლედ 2004 წლის ივნისში როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რამზან კადიროვი დათანხმდა ინტერვიუზე ანა პოლიტკოვსკაიასთან. იმ ჟურნალისტთან, რომელსაც უკვე ძალიან ვერ იტანდა იმის გამო, რასაც ანა წერდა ჩეჩნეთზე და იქ განვითარებულ მოვლენებზე, იმ სისასტიკეზე, იმ მკვლელობებზე. შეხვდნენ არ მოყვები დეტალებში, აი ამ შეხვედრის დეტალებს არ მოყვები, ერთს ვიტყვი, რომ ეს იყო ალბათ ერთ-ერთი, რა ვიცი, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც კი შეიძლება ჟურნალისტს ჰქონდეს, იმიტომ რომ რესპონდენტი, ამ შემთხვევაში რამზან კადიროვი ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ინტერვიუს შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა ადამიანები კადიროვის გარემოცვიდან. ანა კი ინტერვიუზე იყო თავის მეგობართან ერთად, ნატალია ესტემიროვასთან ერთად, რომელიც ასევე მუშაობდა ნოვაია გაზეტაზე, მაგრამ ძირითადად იყო უფლებადამცველი, ძირითადად ამ საქმიანობით იყო დაკავებული. ინტერვიუს დროს ანა მშვიდად არ რეაგირებდა კადიროვის აგრესიას და მშვიდად აგრძელებდა თავისი შეკითხვების დასმას. ანუ არ შედიოდა პოლემიკაში მასთან, არ პასუხობდა, უბრალოდ აგრძელებდა თავის შეკითხვებს. შემდეგ იმასაც ვიტყვი, რომ აი ამ საუბრის ბოლოს, როდესაც რამზანი უკვე ძალიან გაბრაზდა, ერთ-ერთი იქ მყოფი ადამიანი ახლოს მივიდა ანა პოლიტკოვსკაიასთან და იყო ესეთი შეგრძნება, რომ შეიძლება დაერტყა კიდევაც მისთვის. შემდეგ ანა იხსენებდა, რომ როდესაც გამოდიოდა იმ ოთახიდან, ეგონა რომ შეიძლება ზურგშიც ესროლათ მისთვის, მაგრამ ესე არ მოხდა და მან გამოაქვეყნა აი ეს ძალიან ცნობილი ინტერვიუ რამზან კადიროვთან. ნოვაია გაზეტას რედაქტორი დიმიტრი მურატოვი შემდეგ იხსენებდა, რომ სხვათა შორის მკვლელობამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ანამ უთხრა, რომ ამზადებს კიდევ ერთ დიდ გამოძიებას ჩეჩნეთზე, რამზან კადიროვზე და იმაზე, როგორ აკავებენ, შემდეგ როგორ აწამებენ და როგორ კლავენ ადამიანებს ჩეჩნეთში. მაგრამ იქამდე 2004 წლის 1 სექტემბერს რუსეთში, ბესლანში მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტერორისტული აქტი. ტერორისტული აქტი ბესლანში, როდესაც ბოევიკების ჯგუფმა ძევლად აიყვანა მთელი სკოლა. 1 სექტემბერს სკოლაში მისული ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები. 1000 კაცზე მეტი. სხვა შორის ყველაზე დიდი გაბრაზება აი ამ ტერორისტების გამოიწვია იმან, რომ პროპაგანდისტულ არხებზე მომუშავე რუსმა ჟურნალისტებმა თქვეს სულ ამბობდნენ, ერთ-ერთი მათგანი იყო ყველასთვის ცნობილი მარგარიტა სიმონიანი, სულ ამბობდნენ, რომ სკოლაში სულ რაღაცა 300 კაცი იმყოფება. ამის მერე ტერორისტებმა აუგრძალეს მძევლებს წყლის დალევა.
და ზოგი ბავშვი საკუთარ შარდსაც სვამდა. პოლიტკოვსკაიამ როგორც კი გაიგო ამ ტერაქტის შესახებ, ბუნებრივია ეგრევე გადაწყვიტა ბესლანში გამგზავრება. იგი დაუკავშირდა იჩკერის ყოფილ პრეზიდენტს ასლან მასხადოვს და ფიქრობდა, რომ ასლან მასხადოვთან ერთად მოახერხებდა სკოლაში შესვლას და ტერორისტებთან გასაუბრებას, მოლაპარაკებას, მაგრამ ესე არ მოხდა. თვითმფრინავში, რომლითაც იგი გაემგზავრა როსტოვში, ანა პოლიტკოვსკაია მოწამლეს. შემდეგ ამბობდნენ, რომ ოფიციალური ვერსიით, რომ მან ჩაიდალია, როგორც ყველა მგზავრმა, თუმცა ესე არ იყო, იმიტომ რომ ამას იხსენებს Novaya Gazeta-ს რედაქტორი, პოლიტკოვსკაიას თავისი რაღაცა წესები ჰქონდა და არასოდეს თვითმფრინავში არაფერს არ სვამდა და არაფერს არ ჭამდა. მას ყოველთვის ჰქონდა თავისი მომზადებული კონტეინერი და რაღაცა ფაფა. ანუ ჭირდებოდა ამ შემთხვევაში ჭირდებოდა მხოლოდ ადუღებული წყალი. და ამიტომ უკვე იმ გამოძიების ვერსიით, რომელიც Novaya Gazeta-მ ჩაატარა, იმიტომ რომ ოფიციალური გამოძიებით და სერიოზული გამოძიება არც ყოფილა და ანალიზებიც განადგურდა და ასე შემდეგ, ეს იყო ჩვეულებრივი მოწამლა. ანუ არანაირად არ იყო სპეციალურად გაკეთებული და პოლიტკოვსკაიას წინააღმდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო მოწამლა და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინციდენტამდე რამდენიმე რაღაცა პერიოდით, გარკვეული პერიოდით ადრე, პოლიტკოვსკაიამ გამოაქვეყნა სტატია FSB-ს უშიშროების სამსახურის ეგრეთ წოდებულ მე-13 ლაბორატორიაზე. ეს ლაბორატორია ჯერ KGB-ს ეკუთვნოდა და შემდეგ უკვე ფედერალური უშიშროების სამსახურს, ბიუროს. ამ ლაბორატორიაში ამზადებდნენ შხამებს, საწამლავებს. ამ საწამლავების ისტორია კიდე გაგრძელდება რუსულ პოლიტიკაში, არაერთ ადამიანს მოწამლავენ ამ შხამებით და ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი ალბათ იქნება ალექსეი ნავალნი. როდესაც პოლიტკოვსკაია მოასულიერეს და გადაარჩინეს უფრო სწორედ როსტოველმა ექიმებმა და იქ ჩასულმა ასევე მისმა რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა, რომელიც სხვა შორის ეხმარებოდა ექიმებს ანას გადარჩენაში. შემდეგ მისცემს ძალიან მოკლე ინტერვიუს ჟურნალისტებს და იტყვის, რომ ბესლანის ტერაქტზე ილაპარაკებს და იტყვის, რომ მე ვიცი, რომ აუცილებლად იქნება შტურმი და იქნება ბევრი მსხვერპლი. და თუ ესე მოხდა, მე წავალ ჟურნალისტიკიდან. აღარ შემიძლია ამდენი სიკვდილი. აღარ შემიძლია, უნდა წავიდე. ხო, იქნება შტურმი და იქნება ბევრი სიკვდილი. ბევრი ბავშვის სიკვდილი. მაგრამ ანა ჟურნალისტიკიდან არ წავა. 2004 წლის 1 სექტემბერს ანა პოლიტკოვსკაია ბესლანში ვერ მოხვდა, მაგრამ ჩავიდა იქ 3 თვეში და შეხვდა დედებს, რომლებმაც დაკარგეს თავისი შვილები. კერძოდ იგი შეხვდა 4 დედას, რომლებმაც თავისი შვილების ცხედრებიც ვერ იპოვეს. თავისი მკვდარი შვილები ვერ დამარხეს. ერთ-ერთ ესეთ დედაზე ყვება და ეს დედა 1 სექტემბერს მივიდა სკოლაში 2 შვილთან ერთად და ამასთანავე იყო მე-3 შვილზე იყო ფერმძიმედ. ამ სტატიას ქვია ის პატარა მძევლებს ძუძუთი აჭმევდა. აი ეს ქალი, რომელიც იმ სპორტულ დარბაზში იმყოფებოდა სხვა მძევლებთან ერთად, ძუძუთი აჭმევდა საკუთარ ბავშვსაც და სხვა პატარა ბავშვებსაც, რადგან როგორც გითხარით, ამ ტერორისტებმა აუგრძალეს რაღაცა მომენტში აუგრძალეს მძევლებს წყლის დალევა. წყალს აღარ აძლევდნენ. ხო, ამ დედამ ერთი შვილი გადაარჩინა. მეორე კი ვერც დაკრძალა. ხო, აი ესეთ სტატიებს წერდა ანა პოლიტკოვსკაია, აი ესეთ მოვლენებზე, ესეთ ტერაქტებზე. იცით, ამას წინათ მე მქონდა შეხვედრა ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტებთან
რომლებმაც ჟურნალისტიკა აირჩიეს თავის მომავალ პროფესიად და ერთ-ერთმა სტუდენტმა მკითხა, აი როგორ უნდა წეროთ დიდი სტატიები, long stories, features, რასაც ქვია. ისე როგორც ამას წერდა ანა პოლიტკოვსკაია, როგორ ახერხებდა თავისი გმირების მოძებნას, როგორ ელსაუბრებოდა მათ, როგორ გულთან ახლოს მიქონდა მათი ისტორიები და შემდეგ როგორ ყვებოდა ამ ამბებს. ანა პოლიტკოვსკაიამ დაწერა 7 დაახლოებით 800 სტატია. ციფრს რა მნიშვნელობა აქვს? უამრავი სტატია, უამრავ ტრაგედიაზე, უამრავ ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ამბავზე. გარდა ამისა, მან დაწერა ბევრი წიგნი, ბევრი მათგანი არის ნათარგმნი სხვადასხვა ენაზე და მე რამდენიც ვიცი, ერთ-ერთი პუტინის რუსეთი არის თარგმნილი ქართულადაც. მე ძალიან გირჩევთ, რომ წაიკითხოთ ეს წიგნი, განსაკუთრებით იმათ მიმართავ, ვინც აპირებს, რომ გახდეს ჟურნალისტი. მე განსაკუთრებით ერთი სტატია მომწონს ანა სტეპანოვნასი. ამ სტატიას ქვია ავადმყოფი ძაღლი დიდ ქალაქში. ანას ყავდა ძაღლი, რომელიც დაბერდა, რომელიც ძალიან უყვარდა, დაბერდა და მოკვდა და ამის შემდეგ, როგორც ხშირად ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ახალი ძაღლი აეყვანათ. ანა მივიდა ძაღლების თავშესაფარში და იქ იქედან აიყვანა ძაღლი, რომელსაც უკვე ჰქონდა სახელი ვან გოგი. ვან გოგი ერქვა. ვან გოგი დიდი ჯიშიანი ძაღლი იყო, მაგრამ მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის და გარდა იმისა, რომ ბევრი რაღაცა აწუხებდა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვან გოგმა, სანამ ანასთან მოხვდებოდა ოჯახში, ათობით ოჯახი გამოიცვალა და მას მართლა ძალიან სერიოზული ესეთი ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდა. დიმიტრი მურატოვი იხსენებდა, რომ როდესაც ანასთან ვიყავით ხოლმე სტუმრად, ვან გოგი სულ კუჩში დაძდევდა. აня, არ დამტოვო, არ დამაბრუნო, არ ჩამაბარო უკან. ხო, აი ამ ძაღლზე დაწერა ესეთი ტექსტი იმაზე, როგორი რთულია დიდ ქალაქში მოუარო ძაღლს, რომელსაც აქვს სერიოზული პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები. არ ვიცი, ანამ უამრავი უმნიშვნელოვანესი ტექსტი დაწერა თავის ცხოვრებაში. მე ეს მიყვარს განსაკუთრებით, ალბათ იმიტომ, რომ ძაღლები მიყვარს. არ ვიცი, მაგრამ აი ძალიან ისეთი შთამბეჭდავი ტექსტია. ავადმყოფი ძაღლი დიდ ქალაქში. როგორც გითხარით, ბევრი წიგნი დაწერა, გარდა ამისა, ბევრი პრემიის მფლობელი იყო. ხო, იმ წლების რუსეთში ეს ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი. იქ ჯერ არ იყვნენ უცხო აგენტები, ის ჟურნალისტები, რომლებიც კრიტიკულად წერდნენ რეჟიმზე და კრემლზე, პუტინზე. არა, მათ აჯილდოვებდნენ კიდევაც და არაერთი ესეთი ჯილდოს მფლობელი გახდა ანა პოლიტკოვსკაია. და 2006 წლის 7 ოქტომბერი. თავიდან როგორც გითხარით, მართლა ესე იყო. კილერი ელოდებოდა ანას მისი სახლის სადარბაზოში 5 ოქტომბერს, რამზან კადიროვის დაბადების დღეს. იმ დღეს უნდა მოეკლათ, მაგრამ რაღაცამ შეუშალა ხელი. როგორც ხდება ხოლმე ცხოვრებაში, ხო, ესეთი უცნაური რაღაცეები შეიძლება გახდეს დიდი ამბის შემშლელი. მაგრამ 7 ოქტომბერს მან თავისი დავალება შეასრულა. ანა ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში, შევიდა თავისი სახლის სადარბაზოში, ლიფტში და იქ კილერმა ესროლა 5-ჯერ და მოკლა. კილერმა დატოვა მაკაროვის პისტოლეტი მკვლელობის ადგილზე, იქვე იყო გილზები, ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.
დაიწყო გამოძიება, ესე ძალიან ნელა მიმდინარეობდა, მაგრამ ნოვაია გაზეტამ ყველა მისი თანამშრომელი და არა მარტო ეგენი, არამედ მთელი ჟურნალისტური, არ ვიცი, სამყარო იყო შეძრული ამ ამბით, მაგრამ ნოვაია გაზეტასთვის ეს იყო საშინელი ტრაგედია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო პირველი მკვლელობა ნოვაია გაზეტას ჟურნალისტებისთვის. არა. ანა პოლიტკოვსკაამდე მოკლეს ნოვაია გაზეტას კორესპონდენტი იგორ დომნიკოვი. მოკლეს ძალიან ცნობილი ჟურნალისტი, ასევე ნოვაია გაზეტას კორესპონდენტი და მიმომხილველი იური შიკოჩიხინი. არ იყო პირველი მკვლელობა. მაგრამ ალბათ ყველაზე რეზონანსული მკვლელობა იყო ჟურნალისტის ნამდვილად. ამიტომ ნოვაია გაზეტამ საკუთარი გამოძიება დაიწყო. გაზეთის მთავარმა მფლობელმა დანიშნა ჯილდო, საკმაოდ დიდი ინფორმაციისთვის, ნებისმიერი ინფორმაციისთვის ამ მკვლელობასთან დაკავშირებით. პირველი ვერსია, რომელიც ოფიციალურ გამოძიებას გაუჩნდა, იყო ის, რომ ამ მკვლელობის დამკვეთი და მთავარი ორგანიზატორი არის რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი. იმ მომენტისთვის 2006 წლისთვის ბორის ბერეზოვსკიმ უკვე დატოვა რუსეთი და იმყოფებოდა ცხოვრობდა ლონდონში. მაგრამ არანაირი მტკიცებულება აი ამ ვერსიის გამოძიებას არ ჰქონდა და რაღაცა ეტაპზე გამოჩნდა მთავარი მოწმე. ეს მოწმე გახდა უშიშროების სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი პავლუჩენკოვი. დმიტრი პავლუჩენკოვმა განაცხადა, მოუყვა გამომძიებლებს, რომ ამ მკვლელობის შემსრულებლები არიან ვინმე ძმები მაჰმუდოვები, ჯაბრაილ და იბრაგიმ მაჰმუდოვები. ეს არის პერიოდი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. როდესაც პროკურატურაში მიმდინარეობდა გარკვეული რეფორმა და აი ამ რეფორმის ფარგლებში საგამოძიებო დეპარტამენტი, კომიტეტი, როგორც მას ერქვა, უნდა გამოყოფილიყო და ცალკე დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა შექმნილიყო. ამიტომ ბუნებრივია პროკურატურასა და საგამოძიებო დეპარტამენტს კომიტეტს შორის იყო გარკვეული კონკურენცია. და ორივეს, ესე იგი, პროკურატურას უпростоრად უნდოდა, რომ ეს საქმე მალე დაესრულებინათ. ანუ, აი ამ ოფიციალური ვერსიით გამოდიოდა, რომ მთავარი დამკვეთი არის ბორის ბერეზოვსკი, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, შემსრულებლები კი ძმები მაჰმუდოვები, ჯაბრაილი და იბრაგიმოვი. პავლუჩენკოვი საერთოდ უბრალოდ გამოდიოდა როგორც მოწმე. გაიმართა სასამართლო პროცესი და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯაბრაილ და იბრაგიმ მაჰმუდოვების გარდა იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ, მთავარი მოწმე იყო პავლუჩენკოვი და ნამიც მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს ამ ადამიანებს. რატომ მოხდა ეს? შემდეგ ერთ-ერთმა ნაფიც მსაჯულმა მისცა ინტერვიუ ნოვაია გაზეტას, რომელიც საკუთარ გამოძიებას ატარებდა და მოუყვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გქონდა შეგრძნება, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავენი ნამდვილად, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. იმიტომაც და იმდენი უზუსტობა იყო ამ საქმეში, ნაჩქარევად დასრულებულ გამოძიებაში, რომ ვერანაირად ვერ გამოვიტანდით სხვა განაჩენს, სხვა ვერდიქტს. ამიტომ ჯაბრაილ და იბრაგიმ მაჰმუდოვები სხვებთან ერთად გამოუშვეს სასამართლო დარბაზიდან. გაამართლეს, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ახალი საქმე უნდა დაწყებულიყო, ხო? გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო, იმიტომ რომ საქმე მიიღო ძალიან დიდი რეზონანსი, ამაზე წერდნენ სტატიებს, წერდა უცხოური პრესა, ამაზე ეკითხებოდნენ პუტინს. პუტინი ბუნებრივია კიდევ ერთხელ უკვე მერამდენე ეპიზოდში ყვები, როგორი ცინიზმით პასუხობდა პუტინი მსგავს შეკითხვებს. Ай, амас амбобда. Убийство такого человека, жестокое убийство женщины, матери, оно само по себе направлено и против нашей страны, против России, против действующих властей в России.
И это убийство само по себе наносит России гораздо и действующей власти и в России, и в Чеченской республике, которой она занималась профессионально в последнее время, наносит действующей власти гораздо больший урон и ущерб, чем ее публикации. Ხო, მისთვის ნამდვილად პოლიტკოვსკაია არ იყო ის ჟურნალისტი, ვისი სტატიებიც, ვისი პუბლიკაციები რაიმე ფასეულობას წარმოადგენდა. ისიც უნდა ითქვას, რომ პუტინმა არც ერთხელ არ ახსენა პოლიტკოვსკაია სახელით და გვარით. Ზუსტად ესე იქცეოდა ალექსეი ნავალნისთან მიმართებაში. არ ვიცი რაღაცა ისა აქ ამ ადამიანს არასოდეს არ ამბობდა ანა პოლიტკოვსკაია. ყოველთვის ამბობდა, როდესაც ეკითხებოდნენ ეს ჟურნალისტი, ის ჟურნალისტი. ხო, სახელით და გვარით არ ახსენებდა. ხო, და ნუ ესე თქვა, რომ ბევრად უფრო დიდი ზიანი მიაყენეს ქვეყანას ამ მკვლელობით, ვიდრე ის პუბლიკაციები და ის სტატიები, რომელსაც აქვეყნებდა ანა პოლიტკოვსკაია. მის მკვლელობას რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მინდა წაგიკითხოთ მოკლე ამონარიდი მისი კომენტარიდან ანას მკვლელობასთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტკოვსკაიას მასალები ჩეჩნეთის შესახებ ყოველთვის ობიექტური არ იყო, მე გუწრფელად და ადამიანურად ვწუხვარ. ჟურნალისტის ცხოვრების ხელყოფა ნიშნავს სიტყვის თავისუფლების შეფერხებას, რაც მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც მოხდა სერიოზული საფუძველია ფიქრისა და სერიოზული დასკვნების გაკეთებისთვის. ამას რამზან კადიროვი ამბობდა ანა პოლიტკოვსკაიას სიკვდილზე. სხვა შორის ამ ეპიზოდს რომ ვამზადებდი, აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო ფაქტი, რომლის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ გროზნოში, ჩეჩნეთის ცენტრში, არსებობს ესეთი მონუმენტი. მონუმენტი, რომელსაც ქვია ეძღვნება ჟურნალისტებს, რომლებიც დაიღუპნენ სიტყვის თავისუფლებისთვის. რა ცინიზმია, არა? ხო. ეს მონუმენტი, როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს 1973 წელს აშენდა, გაკეთდა. მაშინ ის ეძღვნებოდა საბჭოთა კავშირისთვის, საბჭოთა ხელისუფლებისთვის მებრძოლე ადამიანებს ეძღვნებოდა. შემდეგ უკვე, როდესაც გროზნი გაასწორეს მიწასთან ორი ომის შედეგად, ნაწილი ამ მონუმენტის გადარჩა და იქვე იყო პატარა პარკი, რომელსაც ადგილობრივებმა დაარქვეს ჟურნალისტების პარკი. ამიტომ ადგილობრივმა ჟურნალისტებმა რაღაცა გარკვეულ ეტაპზე მიმართეს რამზან კადიროვს თხოვნით, რომ ეს მონუმენტის რეკონსტრუქცია გაკეთებულიყო და მონუმენტი ახაც დგას გროზნოში, მაგერ ხედავთ, და მას ქვია ეძღვნება ჟურნალისტებს, რომლებიც დაიღუპნენ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს და სიტყვის თავისუფლებისთვის. მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიებას. როგორც გითხარით, ორი პარალელური გამოძიება მიმდინარეობდა, ოფიციალური გამოძიება და ნოვაია გაზეტას გამოძიება. პავლუჩენკოვი ისევ გამოდიოდა როგორც ამ საქმის მოწმე. მაგრამ ნოვაია გაზეტამ იპოვა ადამიანი, რომელიც გახდა მათი ოქროს მოწმე. აი ამ ოქროს მოწმემ, რომელიც თავიდან აი ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, მოუყვა ნოვაია გაზეტას შემდეგი ამბავი. და შემდეგ ნოვაია გაზეტას ჟურნალისტებმა, როდესაც გამოაქვეყნეს ეს გამოძიება, უკვე ოფიციალურმა გამომძიებლებმა ვერ დახუჭეს ამაზე თვალი. მოკლედ ამ ოქროს მოწმემ მოუყვა, რომ ამ მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუსტად დმიტრი პავლუჩენკოვი იყო. მეორე და მთავარი ორგანიზატორი აღმოჩნდა ლომალი გაიტუკაევი. ლომალი გაიტუკაევი იყო ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელი ჩრდილოეთ კავკასიიდან და იბრაგიმ და ჯაბრაილ მაჰმუდოვების ბიძა.
მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ იბრაგიმ და ჯაბრაილ მაჰმუდოვს მესამე ძმაც ყავდათ, რუსტამ მაჰმუდოვი. გაირკვა, რომ კილერი ის ადამიანი, რომელიც ანა პოლიტკოვსკაიას სადარბაზოში ელოდებოდა, ის ადამიანი, რომელმაც მას 5-ჯერ ესროლა და მოკლა, ზუსტად რუსტამ მაჰმუდოვი იყო. ოფიციალურმა გამომძიებლებმა, როგორც გითხარით, ვერ დახუჭეს თვალი ნოვოია გაზეტას აი ამ გამოძიებაზე და დაიწყო ამ ადამიანების დაკავება. ანუ დააკავეს ძმები მაჰმუდოვები, დააკავეს დმიტრი პავლუჩენკოვი, დააკავეს ლომ ალი გაიტუკაევი და დააკავეს ვინმე სერგეი ხაჯიკურბანოვი, რომელიც ასევე ეხმარებოდა მათ ყველაფერს აი ამ ოპერაციაში. გამოძიების დროს დადგინდა, რომ ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, რომ პავლუჩენკოვი თავიდან ცდილობდა პროფესიონალი კილერების ან კილერის დაქირავებას. მაგრამ ეს ვერ მოახერხა. რატომ? საქმე ის არის, რომ დმიტრი პავლუჩენკოვი იყო ლუდომანი, ანუ ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. და როგორც ჩანს, ის თანხა, რომელიც დამკვეთმა გადასცა მას კილერისთვის და სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ ჩართულები ამ ოპერაციაში, მან წააგო. ამიტომ უფრო მარტივი გზით წავიდა, გავიდა იგი ლომ ალი გაიტუკაებზე, იმან კი ვინ დაიქირავა? საკუთარი ძმისშვილები, ძმები მაჰმუდოვები და თანხა, რომელიც მათ გადაუხადეს, არ იყო ძალიან დიდი, იქ არ იყო საუბარი რაღაცა მილიონობით რუბლზე. გამოძიების გარკვეულ ეტაპზე პავლუჩენკოვი შევიდა გარიგებაში გამოძიებასთან და თქვა, რომ დაასახელებდა მკვლელობის დამკვეთს და ასევე შუამავალს, რომელმაც გადასცა მას ფული. გაწელა ეს პროცესი და ბოლოს მაინც არ დაასახელა დამკვეთი, ბოლოს თქვა, რომ მაინც მთავარი დამკვეთი ბორის ბერეზოვსკი იყო. მაშინ ოფიციალურ გამოძიებასაც უკვე აღარ ჯეროდა ამ ვერსიის და ეს ვერსია უკვე არც განიხილებოდა როგორც სერიოზული ვერსია. პროცესი 2012 წელს დაიწყო, ანუ მკვლელობიდან 6 წელიწადში და დასრულდა 2014 წელს. სასამართლოს ვერდიქტი იყო ასეთი. რუსტამ მაჰმუდოვს, თავარ კილერს და ამაში აქვე უნდა ვთქვა, რომ ეჭვი არ ეპარება არავის. არ ეპარება არც როგორც ოფიციალურ გამოძიებას, არ ეპარებათ არც ნოვოია გაზეტას ჟურნალისტებს. კილერი ნამდვილად რუსტამ მაჰმუდოვი იყო. რუსტამ მაჰმუდოვს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. ჯაბრაილ მაჰმუდოვს, მის ძმას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, იბრაგიმ მაჰმუდოვს კი 11 წლით. ლომალი გაიტუკაევი, ანუ აი ამ მაჰმუდოვების ბიძა, მასაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და რამდენიმე წელიწადში იგი გარდაიცვალა კოლონიაში. ნოვოია გაზეტამ ამასთან დაკავშირებითაც ჩაატარა გამოძიება და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლომალი გაიტუკაევს სასტიკად ცემდნენ. მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში ცემდნენ კოლონიაში. ერთ-ერთ სტატიაში იყო აღწერილი, რომ მისი სხეული იყო ერთი დიდი გემატომა, ერთი დიდი დალურჯება, ისე სასტიკად ცემდნენ მთელი აი ამ პერიოდის თვეების განმავლობაში და ბოლოს ლომ ალი გაიტუკაევი კოლონიაში გარდაიცვალა. პავლუჩენკოვმა მიიღო 11 წელი 2014 წელს, გამოდის რომ შარშან იგი გამოვიდა და თავისუფალია. და კიდევ ერთი ფიგურანტი ამ საქმის, სერგეი ხაჯიკურბანოვმა, მან მიიღო 20 წელი. მაგრამ ამ ისტორიას გაგრძელება აქვს 2022 წლის ბოლოს უკრაინაში უკვე დაწყებულია ომი. სერგეი ხაჯიკურბანოვმა გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან, იგი შეიწყალეს, გამოვიდა ციხიდან და გაემგზავრა უკრაინაში ომში. იქ ორდენიც კი მიიღო.
წარმოიდგინეთ. ესე სიმამაცისთვის სერგეი ხაჯიკორბანოვი, რომელსაც კიდე წლები და წლები უნდა გაეტარებინა ციხეში. ესეთი მამაცი, ჯარისკაცი გამოდგა. როგორც ხვდებით, ამ საქმის არც დამკვეთი, არც შუამავალი, რომელმაც გადასცა ის პირველი დიდი თანხა პავლუჩენკოს, რომელიც მან წააგო, არ იყო გამოვლენილი. უფრო მეტიც არის ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ნოვაია გაზეტას ჟურნალისტებმა გადაიღეს და იქ ნოვაია გაზეტას რედაქტორიც დიმიტრი მურატოვი, სხვებიც ამბობენ, რომ მართლა არიციან, კი, თავისი ვარაუდები აქვთ, მაგრამ არიციან, ვინ იყო ამ საქმის, ამ მკვლელობის დამკვეთი. არა აქვთ არანაირი მტკიცებულება, რომ ან ერთს, ან მეორეს დაადონ ხელი. ერთი ფაქტია, რომ ვლადიმერ პუტინს 2006 წლის 7 ოქტომბერს დიდი საჩუქარი კი გაუკეთეს. 3 წელიწადში, ანა პოლიტკოვსკაის მკვლელობიდან 3 წელიწადში მოკლეს კიდევ ერთი ხალი. ანას მეგობარი, უფლებადამცველი და ასევე ნოვაია გაზეტას შეიძლება ითქვას კორესპონდენტი, ნატალია ესტემიროვა. ნატალია ესტემიროვა იყო ზუსტად ის ადამიანი, რომელიც გაყვა ანა პოლიტკოვსკაიას იმ ცნობილ ინტერვიუზე რამზან კადიროვთან 2004 წელს. ნატალია ესტემიროვა 2009 წლის 15 ივლისს გაიტაცეს, გადაიყვანეს ინგუშეთში და იქ სასტიკად მოკლეს. ხო, ეს იყო კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც ძალიან მძიმედ გადაიტანეს ნოვაია გაზეტას ჟურნალისტებმა და განსაკუთრებით ერთმა. ილენა მილაშინა. ილენა მილაშინა დღესაც მუშაობს ნოვაია გაზეტაში. ის არის ანა პოლიტკოვსკაიას მოწაფე, მისი ახალგაზრდა მეგობარი იყო და მისი საქმის გამგრძელებელი. როდესაც 2006 წლის 7 ოქტომბერს გაისმა ეს ხუთი გასროლა, იმის მერე ნოვაია გაზეტამ არ შეწყვიტა წერა სტატიების ჩეჩნეთზე და ჩეჩნებზე. და მთავარი ჟურნალისტი, რომელიც ამას წერს და ანას საქმეს აკეთებს ნოვაია გაზეტაში, აკეთებდა იყო ილენა მილაშინა. ეს არის ჟურნალისტი, რომელმაც არაერთი სტატია დაწერა ჩეჩენ გეებზე, იმაზე, როგორ ექცევიან ამ ადამიანებს ამ რესპუბლიკაში. ბევრ სხვა უსამართლობაზე, სისასტიკეზე, მკვლელობებზე წერდა ილენა მილაშინა. სასამართლო პროცესებზე. 2023 წელს ილენა მილაშინა ადვოკატთან ერთად ჩავიდა ჩეჩნეთში, რათა ერთ-ერთ ისეთ სასამართლო პროცესს დასწრებოდა იმ ადამიანის, რომელზეც წერდა სტატიას. აეროპორტიდან მანქანით მიემგზავრებოდნენ სასამართლო პროცესზე, მანქანა გააჩერეს რამდენიმე ადამიანმა, მილაშინა და ადვოკატი გადმოათრიეს მანქანიდან და სასტიკად ცემეს. გარდა ამისა, მილაშინას გადაასხეს თავზე ბრილიანტის მწვანე და თავი გადაპარსეს. ყველა თითი მას ჰქონდა მოტეხილი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ილენა მილაშინა არ გაჩერდა, როგორც არ გაჩერდა თავის დროზე ანა პოლიტკოვსკაია. მაგრამ ნოვაია გაზეტამ რუსეთში, ესე ვთქვათ, გააჩერა თავისი მოღვაწეობა, რადგან ნოვაია გაზეტა არის უცხო აგენტი და ეს გამოცემა ვეღარ მუშაობს ამ ქვეყანაში. ამიტომ მთელი რედაქცია გადავიდა საზღვარგარეთ და იქედან წერენ, იქედან ცდილობენ, რომ გააგრძელონ თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობა. ილენა მილაშინა, ილენა კოსტიუჩენკო
უამრავი არაჩვეულებრივი როგორი უცნაურია ქალი, ხო? სუქალები. არა, გადასარევი მამაკაცი ჟურნალისტებიც მუშაობენ ამ გაზეთში. ეს გაზეთი, როდესაც ვამბობ ნოვაია გაზეტას, ალბათ პირველი სახელი, რომელიც გვახსენდება არის ანა პოლიტკოვსკაია. ანა პოლიტკოვსკაის გაზეთი. 2021 წელს დიმიტრი მურადოვს გადასცეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. მე ვფიქრობ ძალიან დამსახურებულად და მან თავის სიტყვაში თქვა, რომ ეს არის პრემია ყველა იმ ადამიანის, რომელიც ქმნის ნოვაია გაზეტას და იმ ადამიანის, რომელიც აღარ არის ჩვენთან. მათ შორის რასაკურველია არის ანა სტეპანოვნა პოლიტკოვსკაია. ბოლოს მე მინდა შემოგთავაზოთ ძალიან მოკლე ამონდარიდი მისი სიტყვიდან, რომელიც მან თქვა ერთ-ერთი დაჯილდოების დროს. В России теперь все наоборот. Люди не хотят знать никакой правды о войне, хотя она идет уже 4-й год подряд. И поэтому мужество журналиста в этих условиях, как я его понимаю, состоит в том, чтобы, вопреки, может быть, желанию людей, но давать им эту информацию. Да, если при этом приходится очень сильно рисковать, это нормально. Это часть нашей профессии. Если устал и не можешь больше рисковать, уходи. Что касается меня, я пока не устала. მე კი დავასრულებ ამ სიტყვებით. Большое спасибо, Анна Степановна. Низкий вам поклон. Поклон от всех журналистов. ეს იყო პირადი საქმე, ჩვენი პოდკასტის ძალიან პირადი ეპიზოდი. გვიყურეთ, გვისმინეთ სხვადასხვა პლატფორმებზე, გამოყვებით. საქმე ის არის, რომ YouTube-ის და ასევე სხვა პლატფორმების ალგორითმები ისე მუშაობს, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი პოდკასტები. გამოიწერეთ, გამოყვებით, მოუყევით თქვენ მეგობრებს იმაზე თუ რას ვაკეთებთ ჩვენ. YouTube-ზე, სხვა პლატფორმებზე გამოყვებით ყველგან. დიდი მადლობა. იმათ კი, ვინც აირჩია ჟურნალისტიკა თავის პროფესიად, ან მომავალ პროფესიად, გეტყვით ერთ რაღაცას. იმუშავეთ ისე, როგორც მუშაობდა ანა პოლიტკოვსკაია. შეეცადეთ მაინც. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.